მოგესალმებით, ეს არის კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. ევთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა. პიაკაუმა საქართველოში 8 იანვარს ჩამოდის. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიმართავენ ევთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გადახედოს თბილისში ვიზიტის დროს და მიზანს. პარტიების მიერ გაგზავნილ წერილებში ვკითხულობთ, რომ ვიზიტი მიზანშეწონილი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებს და პატიმრების გათავისუფლებას. პიაკაუმას მიმართავენ ჯო ვილსონი, მიხაილ როთი და რასე იუკნევიჩიანიც მოუწოდებენ მას უარი თქვას ვიზიტზე. ქართული ოცნება აცხადებს, რომ ოპოზიციის და მათი პარტნიორების მიზანი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა. კეთი ზანთარაია გაგაცნობთ შეფასებებს, კეთი პირდაპირ ეთერში ხარ. ყველა ის განცხადება, წერილი თუ მოწოდება, რომელიც ახლა ისმის ევთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მისამართით სახელისუფლებო გუნდისთვის უკავშირდება ერთადერთ საკითხს ხელისუფლების ლეგიტიმაციას. როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას მათივე შეფასებით აქვს მთავარი ხალხის ლეგიტიმაცია, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების თქმით, რომ კითხვის ნიშნები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არ არსებობს და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ხსნის დღის წესრიგიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს. ევთოდის და საპარლამენტო მისიის ვიზიტი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს შედგა, არავითარი კითხვის ნიშანი ამ არჩევნების მიმართ არ არსებობს. ლეგიტიმაციის მენიჭებელ ქართული ხალხის არჩევანს დამატებითი ლეგიტიმაციის მენიჭება სხვა ორგანიზაციებიდან თუ სხვა ადამიანებისგან რა თქმა უნდა არ სჭირდება. მაგრამ ამასთანავე, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ ჩამოდის საქართველოში და ვიზიტი ხორციელდება იმისათვის, რომ რეკომენდაციის შესასრულებლად კომუნიკაცია შედგეს არჩეულ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი არის ქართული ხალხის არჩევანი, ეს ევთო ოდითი თავისთავად, რა თქმა უნდა, ქართული ხალხის არჩევანს პატივს სცემს და შესაბამისად ყველა სხვა დანარჩენსაც უცხოურ სახელმწიფოს მქონე ადამიანები იქნებიან თუ ქართული, მაგრამ ქართული რომ სულიერად და გონიერად არაფერი რომ არ ცხიათ, მათაც მოუწოდეთ, რომ ქართული ხალხის არჩევანს პატივის სცემ. ევთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრიტიკის ობიექტი არის უკვე მეორე დღე არის, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, ასევე უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან. საუბარი არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, რომ ესეთი წერილი, კრიტიკის შემცველი წერილი პიაკაუმას მისამართით გაგზავნეს როგორც ევროპარლამენტარების ნაწილმა, ასევე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე ქართული სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დამოუკიდებლად წერილით მიმართა პიაკაუმას გიორგი გახარიას გუნდმა. ისინი მოუწოდებენ ევთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომ უარი თქვას 8 იანვარს თბილისში დაგეგმილ ვიზიტზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ. ამ ვიზიტის ორგანიზებაში თქვენი კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად, ვშიშობ გარდაუვალია, რომ ქართული ოცნება არასწორად ახსნის თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო დადასტურების სიმბოლოს. პატივისცემით გთხოვთ, რომ გადახედოთ თქვენს დაგეგმილ ვიზიტს. როგორც უცხოელი პოლიტიკოსების, ასევე ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებები და მოწოდებები სახელისუფლებო გუნდისთვის არის ლუსტრაცია. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ასეთი კრიტიკული მოწოდება და განცხადება იმის თაობაზე, რომ პიაკაუმამ უარი თქვა საქართველოში ვიზიტზე, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოხდეს ქვეყნის იზოლაცია. გადიან და უნდათ რომ იზოლაციაში მოაქციონ საქართველო და არა ქართული ოცნება, იმიტომ რომ ხელისუფლების იზოლაციაში მოქცევა შენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს. ვისაც ეს არ ესმის, ახლა რთულია ამას ესაუბროს.
ეს არის ქართული ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ რა სიტყვები, რომ ერთადერთ საკითხზე დაელაპარაკეთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, სხვა დანარჩენი საკითხების გართულა ამ ხელისუფლებასთან არ შეიძლება. ჩვეულებრივ ენაზე რო ვთარგმნოთ, ნიშნავს, რომ ქართული ხალხი ჩვენ მხარს არ გუჭერს, როგორც ჩანს, არც მომავალში დაგუჭერს და იქნებ თქვენ მოახერხოთ ამ ხელისუფლების ჩაწევა, დამხობა და შემდეგ ჩვენი ხელისუფლებაში მოყვანა ნებისმიერი მეთოდით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ხალხს ეს არ უნდა. აი ეს არის პირდაპირ თარგმანი იმისა, რასაც აკეთებ. რევოლუციური სცენარია და თუ თქვათ ღია პლატფორმებზე დაიწყება ამ საკითხების განხილვა, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება ვინ არის მართალი ამ საკითხში. მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ არავითარ მასობრივ გაყალბებას საქართველოში ადგილი არ ქონია. მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ ის ვინც ძალადობით პიროტექნიკას ეცნობდა პოლიციელებს და შემდგომში რამდენჯერმე გააჩინა ხანძარი იმ შენობებში, სადაც ახლა ვიმყოფებით პარლამენტის სასახლეში. არავითარი პოლიტპატიმრები არ არიან, მაგრამ ეს ღიაობა არ აწყობთ, იმიტომ რომ იციან, რომ თვითონ მართლები არ არის და მაშინ ეს ნათელი გახდება. ევთოს საპარლამენტო ასამბლეა არის ერთ-ერთი მთავარი სადამკვირვებლო მისიის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აკვირდება არჩევნებს და ასე იყო ევთო ოდირის შემთხვევაშიც 26 ოქტომბერს. ეს ყველაზე დიდი მისია იყო საქართველოში, რომელიც აკვირდებოდა როგორც ხმის მიცემის პროცესს, ასევე წინა საარჩევნო კამპანიას და დაახლოებით 500-მდე სადამკვირვებლო წარმომადგენელი იყო წარდგენილი 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს. მადლობა კეთი ზანთარაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევები საქართველოში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორის განცხადებით კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. ივანე ჩხაიძის განმარტებით ქვეყანაში დღეს დომინანტი H1 ტიპის ვირუსია და პიკური პერიოდი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ივანე ჩხაიძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს. ლევან ფანცხავა გაგაცნობთ მეტ ინფორმაციას, ლევან როგორია რეკომენდაციები და ამ ვირუსის შემთხვევაში ვინ არის რისკ ჯგუფი? დიახ, თანთა, როგორც ექიმები განმარტავენ, რისკ ჯგუფში ძირითადად არიან ბავშვები და მთავარი რეკომენდაციაა მათ გაიკეთონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ასევე ექიმები აცხადებენ, რომ რეკომენდაციებში შედის პირბადის ტარება, ოთახების ხშირი განიავება და დისტანციის დაცვა. ჩვენ ასევე ექიმს ვკითხეთ, რა სიმპტომები ახასიათებს H1 ტიპის ვირუსს, ისინი გვეუბნებიან, რომ თავის ტკივილი, ხველა, უმადობა ახასიათებს ამ ვირუსს და ამ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მშობელმა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ პიკური პერიოდი ჯერ არ დამდგარა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში იმატა მიმართვიანობამ კლინიკებში და პიკს ექიმები ელოდებიან უკვე იანვრის მეორე ნახევრიდან. დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპი არის დადასტურებულ შემთხვევებში პირველ ადგილზე სიხშირის მიხედვით და აი ამ საერთო მაჩვენებელში უპირატესი სწორედ ეგრეთ წოდებული H1 ტიპის ვირუსია, პანდემიური ვირუსი, ხორის გრიპის ვირუსი სახელი ცნობილი. შესაბამისად, საქართველოში გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაშიც და ალბათ იანვარში მიაღწევს თავის პიკს. როდის უნდა ვიფიქროთ, რომ თქვენ შვილს აქვს გრიპის ვირუსი? გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა 38 და მეტი. გრიპს ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა. ყველაფერი ეს ჯამში, რა თქმა უნდა, მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელი, ამიტომ თუ აი ამ ნიშნების, აი ამ დაავადებისთვის სპეციფიური ნიშნების არსებობას ხედავთ თქვენ შვილში, აქ დღეს საქართველოში ვირუსი, რომელსაც შეუძლია ანალოგიური სიმპტომატიკის გამოწვევა, არ არსებობს. ყველა ის ვირუსი, რომელიც ფიქსირდება გრიპის ვირუსთან ერთად და ამ ვირუსების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათი მიმდინარეობა არ არის ასეთი მძიმე. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ეს არის სწორედ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი და აქ რა თქმა უნდა უმჯობესია პირველივე დღიდანვე იყოს პედიატრიან ოჯახის ექიმი ჩართული ბავშვის მართვაში, როდესაც ვაქცინაციის საკითხი დგას, პირველ რიგში რისკის ჯგუფი არის 2 წლამდე ასაკის, უფრო ფართოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვები. 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში
აი ამ პერიოდში ნოემბრის განსაკუთრებით პირველი ნახევრიდან დაწყებული ვაქცინაციის ჩატარება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიება. ამასთან ერთად ყველა ის ადამიანი, ყველა ის ბავშვი, რომელთანაც არ ჩატარებულა ვაქცინაცია, გრჩება სტანდარტული რეკომენდაციები, ეს არის ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ოთახების ხშირი განიევება და რამსთავარია კონტაქტების თავიდან აცილება. ექიმები მოქალაქეებს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ აღმოაჩნდებათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებელია რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. მადლობა ლევან ფანცხავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საბერეში მოხდარი ტრაგედიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა. გალის რაიონის სოფელში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით ბავშვების ბებიას შეშის ღუმელის დაანთებისას ნავთი და ბენზინი აერია. ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. კათოლიკოს პატრიარქი სოფელ საბერეოში მოხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებს. დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერეოში თქვენს ოჯახში მოხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ერთდროულად 5 შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი, სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ. ეს გაშორება კი დროებითია. შევთხოვთ უფალს მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა აღნიშნულია პატრიარქის სამძებრის წერილში. თბილისში შეფასებების საგანია პოლიტიკური სიახლეები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მთავრობების კრიზისის დისკუსია მოყვა ორგანიზაცია ევროპის არჩევნების კვლევარის და ბლოგერ ნასრედინის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსად. ის წერს, რომ ავსტრიაში მთავრობის მოლაპარაკებები ჩაიშალა, მოსალოდნელია კანცლერობის კანდიდატი გადადგეს. საფრანგეთში რამდენიმე კვირაში ისევ კოლაფსი იქნება, ანალოგიური ვითარება გერმანიაშიც, მისივე შეფასებით ნიდერლანდებში უფუნქციო მთავრობაა, რომელიც პრაქტიკულად დაშლილია, თუმცა ჯერ არაოფიციალურად ესპანეთში მთავრობა ბიუჯეტის პროექტს ვერ ამტკიცებს, ბელგიას კი ჯერ ისევ არ ყავს ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება. სამწუხარო ვითარება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ეს არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც რიგ ქვეყნებში ახალი არჩევნები ელოდება მოსახლეობას, რიგ ქვეყნებში მთავრობა ვერ მტკიცდება. ამავდროულად ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები იქნება თუ მაღალი თანამდებობის პირები, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ქვეყანაში აქვთ უდიდესი გამოწვევა და ჩასატარებელი აქვთ არჩევნები თუ დასაკომპლექტებელი აქვთ მთავრობა და დასამტკიცებელი აქვთ ბიუჯეტი, ამ დროს იცლიან და საქართველოს აკეთებენ განცხადებებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს აქვს ერთი განსაკუთრებული მისია გარკვეული ძალებისთვის. ამ მისიას საქართველო არ ასრულებს და მასზე იზოლების და მასზე თითის დაქნევის და მასზე შანტაჟის მიზნით ასეთი განცხადებები კეთდება. მაგრამ უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ რაც არ უნდა შანტაჟი იყოს, რაც არ უნდა თითის დაქნება იყოს, ღირსეულ ქართულ ხალხს ვერ გადაადგმევინებენ იმ ნაბიჯებს, რომ მერე შესრულდეს ლომჯარიას სურვილი და რუსთაველზე ბომბების ცეცხლის წვიმა წამოვიდეს. ასეთი რამე არ მოხდება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ქართული ოცნების გუნდი, ქართული ხალხის გვერდითგომის გარანტიით, რა თქმა უნდა. კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი ანონიმურ წყაროზე დაღდნობის წერს. ინფორმაციის თანახმად, ტრუდო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს და კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტს 9 წლის მმართველობის შემდეგ დატოვებს. როგორც წყარო ამბობს, ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს საჯაროდ მოუწოდეს გადადგომისკენ. ეხება საომარ მოქმედებებს უკრაინაში რუსეთის ძალებმა ქვეყნის 9 რეგიონის მიმართულებით საბრძოლო დრონები გაუშვეს. თავდასხმის საშიშროების გამო ღამის განმავლობაში უკრაინის 11 რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება. უკრაინული პორტალის Deep State-ის მონაცემებით, ოკუპანტმა დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწია. მედიის ინფორმაციით, ბრძოლები ქალაქ ტორეცკის ქუჩებში მიმდინარეობს, სადაც ოკუპანტი გადამწვარი მიწის ტაქტიკას იყენებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მრავალსართულიანი კორპუსი გაანადგუროს. Президент Трамп напряму мене
ტრამპმა სატელეფონო საუბარში მითხრა, რომ ჩვენ შეხვედრას ელოდება, მასთან ჩემი ვიზიტი პირველი ან ერთ-ერთი პირველი იქნება. მე ვიცი, რომ მას საკუთარი ამერიკული საქმეები აქვს, თუმცა რაც საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, ჩემი აზრით, ჩვენი საკითხი ტრამპისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. მას პუტინის შეჩერება შეუძლია, იმიტომ რომ პუტინს მისი ეშინია. ეს ფაქტია. ტრამპი დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტია და სამუდამოდ არ მოდის. ის პუტინი არ არის. არ მოვა 25 წლით. საკუთარი ვადით მოვა, მაგალითად 4 წლით. მეხუთე წელს კი პუტინი ომს დაიწყებს. ტრამპისთვის ეს მარტივი იქნება, ის რომ მის დროს ომი არ იყო, მის შემდეგ კი უკრაინა გაანადგურეს. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ქალაქ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილშიც ახალი სიერიში 6 ადამიანი ემსხვერპლა საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო მედია წერს, რომ დევნილები სიცივისგან იღუპებიან. ამავე ინფორმაციით ისრაელის ძალები ანკლავში შეზღუდული რაოდენობით ატარებს ჰუმანიტარულ ტვირთს, მათ შორის კარვებს, თბილ ტანსაცმელს და საბნებს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები შუამავლების მონაწილეობით ყატარში განახლდა. ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ჩავიდა სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკებები ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელთან ჩოი სანგ მოკთან გამართა. პოლიტიკური კრიზისის ფონზე სამხრეთ კორეას სტაბილურობა უსურვა და აღნიშნა, რომ სრულიად ინდობა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს. მხარეებმა ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ამერიკის მზაობა გამოხატა ჩრდილოეთ კორეის მიერ მოწყობილი შესაძლო პროვოკაციის შემთხვევაში სეულს მხარდაჭერა გაუწიოს. ამერიკაში დიდ თოვლობის და ქარიშხლის გამო ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 30 შტატში 60 მილიონი ადამიანის სტიქის ზონაში იმყოფება. BBC წერს, რომ ამგვარი კლიმატური პირობები შესაძლოა 10 წლების განმავლობაში უპრეცედენტო აღმოჩნდეს. საგანგებო მდგომარეობა მათ შორის ვაშინგტონში, ამასთან წითელი ნიშნული ამოქმედებული კანზასის, ვირჯინიის, კენტუკის, მისურის და არკანზასის შტატებშიც. განსაკუთრებული რეჟიმი კვირის ბოლომდე იმოქმედებს. ამის გამო შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტიც, უკვე გადაიდო 3000-ზე მეტი ფრენა 1700 კი გაუქმდა. დიდ ბრიტანეთში ამედის გამო შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტი ბირმინგემის, ლივერპულის, ბრისტოლის, ნიუკასლის და ლიდსის აეროპორტებმა ასაფრენი ბილიკები ძლიერი თოვლის და ყინვის გამო დაახურეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 30-ზე მეტი ფრენა გაუქმებულია მანჩესტერში, გადადებულია 300-ზე მეტი რეისი. შეფერხება საქალაქთაშორისო და სარკინიგზო გადაადგილებაზეც. გერმანიაში 1.300.000-ზე მეტმა მოქალაქემ პიროტექნიკის აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინიციატივით ქვეყნის პოლიციელთა კავშირი გამოვიდა. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პიროტექნიკა სამართალდამცველების წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. პროფკავშირი მოუწოდებს მთავრობას გაითვალისწინოს ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკა და კერძო პირების მიერ პიროტექნიკის გამოყენება აკრძალოს. საუბარია გაყიდვის აკრძალვაზე ყველა პირისთვის, ვისთვისაც პიროტექნიკა პროფესიული კუთხით არ არის დაკავშირებული. Deutsche Welle წერს, რომ წელს გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენებას ახალი წლის დღეებში 5 ადამიანი ემსხვერპლა. ბერლინში არეულობის მოწყობის გამო 330 პირი დააკავეს, 13 პოლიციელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ოქროს გლობუსის რიგის 92 დაჯილდოება ცერემონია ტრადიციულად ლოს-ანჯელესში ჩატარდა. 2024 წლის საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს ამერიკელი რეჟისორის ბრეიდი კორბეტის ბრუტალისტი. ეს არის ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილ უნგრელ ებრაელ არქიტექტორზე. კორბეტს ოქროს გლობუსი გადაეცა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელ ენდრია ბროუდის დრამატულ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლისთვის. ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ბრაზილიელი ფერნანდა ტორესი ფილმისთვის მეჯერ კიდევ აქვარ. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის და საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის კატეგორიებში გაიმარჯვა ფრანგი რეჟისორის ჟაკ ოდიარის ემილია პერესმა. დღეს ყველა ამბავი სლაიდ შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორჯიზე. მე ამით გემშვიდობებით ზუსტად 3 საათამდე. დროებით.